ორი ერთნაირი ფიზიკური მონაცემების მქონე მოვარჯიშე რომ დავაყენოთ ერთნაირი კუნთური მასისა, რომელიც ერთმა ეხლახან დაიწყო ვარჯიში და მეორე უკვე რამოდენიმე წელია ვარჯიშობს, ის რამოდენიმე წელი რომელიც ვარჯიშობს, ბევრად მეტი წონის აწევას შეძლებს, ვინაიდან შეუძლია უკეთესად სინქრონში ჩართოს ეს კუნთოვანი ბოჭკოები, შესაბამისად უფრო მეტ წონას აწევს, ვიდრე ახალი მოვარჯიშე. მოგესალმებით. დიდი ხანია ვიდეო აღარ გადამიღია. რაღაცა ვარჯიშებს ვაკეთებ განსხვავებულად და განახებთ მაგას ჯერჯერობით ხურდები. მეორე გასახურებელი სეტი იქნება, მე კიდე ერთი გასახურებელი სეტი და მე უკვე სამუშაო. გასახურებელ სეტებზე როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, ვაკეთებ ნამეტანი ცოტა გამეორებებს, იმიტომ რომ თავს არ ვიღლი ბევრი გამეორებებით. პირველ ჯერზე დაახლოებით 10 თვე ვაკეთე, მაგრამ სრული მოძრაობები არც მიკეთებია. ხან მხოლოდ ბეჭის მოძრაობა ვაკეთე. მეორე სეტი ახლა 4-ჯერ წავიდა, 4-ჯერ გავაკეთე. აი როგორც კი ვიგრძნობ რომ მოძრაობა კარგად ჩავსვე, ეგრევე ვეშვები ხოლმე რა. და ახლა 95 კილოთი ერთხელ ან ორჯერ ჩამოვიდა და მე უკვე 110 კილო სამუშაო სეტი მექნება. ესაც იზი იყო. ჩემ ვარჯიშებზე ვიცი ხოლმე ამდენ ხან დავისვენო რა არც დროს ვინიშნავ და არაფერი, მით უმეტეს გასახურებელ სეტებზე ან ძალიან ცოტა ხანს ვისვენებ ხოლმე რა და არ გჭირდება დიდი დრო გასახურებელ სეტებს შორის რომ დაისვენო რა. მით უმეტეს ახლა როგორც ამ აქ შეცვლილი რომ ნამეტანი ცოტა გამეორებებს ვაკეთებ. პირველ ჯერზე თუ 10 მერე თუ 5 მერე თუ 2 ან 3, ანუ ცოტა არის რა და კუნთს საერთოდ არ აღწევს და შესაბამისად კუნთი კარგად ხურდება და შესაბამისად ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მალ-მალე შევიდეთ გასახურებელ სეტებს შორის. მაგრამ რაც შეეხება სამუშაო სეტს, მეც და ჩემი მოსწავლეებიც დაჟე 3 წუთზე მეტ ხანს ვისვენებთ რა და ზოგჯერ 4 წუთიც არ ყოფნის ხოლმე რა. და შესაბამისად უყურე გასახურებელ სეტებს შორის დასვენების დროს რო ვაკლებთ, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამუშაო სეტებს შორის დასვენება მოუმატოთ და ეს რატო არის კარგი? იმიტომ რომ სამუშაო სეტებს შორის კაი დასვენებული შედიხარ ხოლმე და შესაბამისად კუნთი უფრო მეტად ჯანზე არის, ეგ ერთი და მეორეც ანუ დრო არ გეწელება რა. ამიტომ ესე გადანაწილება ჭკვიანურია ჩემი აზრით და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. ზურგი მორჩი, 2 სამუშაო სეტი გავაკეთეთ. გადმოვედი მკერდზე, სადაც ეხლა 32-ით გავხურდი, მე 52-ით გავხურდები და მე შევხედა. სავარაუდოდ 57-ზე შევა. და 57 იქნება სამუშაო სეტი. კიდევ ერთი შეცდომა. სიხარაზე ვსაუბრობდით, ზედმეტად მალე შედიან სამუშაო სეტზე. მალ-მალე შედიან ხოლმე რა. დიდხანს არ ისვენებენ ხოლმე. საჭიროა კარგი დასვენება იმისთვის, რომ სამუშაო სეტი იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ანუ ზოგადად გულის ზემა, სუნთქვა, პულსი უფრო მალე მშვიდდება ხოლმე. შესაბამისად გგონიათ ხოლმე რომ შემდეგი სამუშაო სეტისთვის უკვე მზად არიან რეალურად კი კუნთები არ არის მზად რა. შეიძლება გული მზად იყოს, სუნთქვა, სასუნთქის სისტემა, გულსწრაფთა სისტემა მზად იყოს, მაგრამ კუნთები
1 წუთში, წუთნახევარში, ზოგჯერ 2 წუთშიც და ზოგჯერ 3 და 4 წუთშიც ვერ ასწრებს აღდგენას რა. მით უმეტეს თუ კომპლექსური ვარჯიშია, მაგალითად როგორიც არის bench press-ი. საჭიროა 4 და მეტი 3, 4, 5 და შეიძლება 6 წუთის დასვენება რა. იმიტომ რომ კუნთმა მოასწროს კარგი აღდგენა, იმიტომ რომ როგორიც არის fast switch muscles, ანუ სწრაფი ბოჭკოების აღდგენა შედარებით მეტი დრო შეერდება. შესაძლოა სამუშაო სეტებს შორის კარგი დასვენება საჭირო. წუთზე მეტი გავიდა პირველი სამუშაო სეტიდან და იდეაში თავს ბოლომდე აღდგენილად არ აქვს რა. ხო ანუ კუნთი ესე მალე არ აცივდება რა, რომ 3 წუთის მერე თქვა კუნთი გაცილებულია და შეიძლება ტრამა მიიღო დიდი ხანი დასვენების შემდეგ რა. ანუ კუნთი ესე მალე არ აცივდება, მეტად მძიმე წონებზე თუ ვარჯიშობ. მძიმე სამუშაო სეტად თუ ვარჯიშობ. კიდე ერთი შეცდომა, რომელსაც ძირითადად დამწყები მოვარჯიშეები, ახალგაზრდები უშვებენ, ხვდებიან შემდეგნაირად, რომ გასახურებელ სეტებს ზოგჯერ საერთოდ არ აკეთებენ, ან მინიმალურად აკეთებენ მხოლოდ ერთ გასახურებელ სეტს, ან საერთოდ არ აკეთებენ გასახურებელ სეტს. მით უმეტეს იგივე კუნთზე თუ აკეთებენ სხვა ვარჯიშს, ან პირველი ვარჯიში თუ არ არის რა გასახურებელი სეტი ამოგდებული აქვთ ხოლმე, რაც არის ძალიან ცუდი. პირველ რიგში იმ კუნთზე თუ აქამდე სხვა ვარჯიშები არ აქვს გაკეთებული, პირდაპირ სამუშაო სეტზე შესვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ კუნთების კოორდინირებულად, კუნთების ბოჭკოების კოორდინირებულად მუშაობა სჭირდება შემზადება, რაც მიიღწევა გასახურებელი სეტებით რა. იმიტომ რომ კუნთების ბოჭკოები ვიცით რომ კუნთების ბოჭკოები, თითოეული კუნთების უჯრედები, ბოჭკოები თითოეული ბოჭკოს ცალკე ინდივიდუალური ინერვაცია აქვს, ანუ არ არსებობს მაგალითად ბიცეპსზე რო ვთქვათ რა. მთლიან ბიცეპს ან ბიცეპსის რომელიმე თავს მხოლოდ ერთი ნერვი არ აინერვირებს, ეს რომ ასე იყოს, შეუძლებელია ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ ასე რომ იყოს 5 კილოგრამის აწევასაც და მაგალითად 30 კილოგრამის აწევასაც ერთი და იგივე ოდენობის ენერგია დაიხარჯებოდა რა. რაც კუნთებისთვის იქნებოდა წამგებიანი, ვინაიდან კუნთი თუ წევს მსუბუქ წონას, შედარებით ნაკლებ კუნთოვან ბოჭკოებს აინერვირებს და შესაბამისად შედარებით ნაკლებ კუნთებს იხენებს ამ წონის ასაწევად რა. რაც ნიშნავს იმას, რომ შედარებით მეტხან შეუძლია ამ წონის კეთება, ვიდრე მაგალითად 30 კილოს კეთებას. შესაბამისად, ვინაიდან ცალ-ცალკე ინერვირდება ეს კუნთოვანი ბოჭკოები, საჭირო არის, რომ სინქრონულად მოხდეს ამ კუნთოვანი ბოჭკოების ერთდროულად ჩართვა. რაც მიიღწევა
გავარჯიშება ჭირდება რა ჯერ წინასწარ რაც მიღწევა გასახურებელი სეტებით. ხო, რაც უფრო მეტხანს ვარჯიშობს ადამიანი, მით უფრო მარტივია მისთვის ამ სინქრონის პოვნა. შესაბამისად შეიძლება უფრო ნაკლები გასახურებელი სეტი ჭირდებოდეს მას, მაგრამ მით უმეტეს დამწყებულ მოვარჯიშეს ჭირდება კარგი გახურება გასახურებელ სეტებზე რა. ხო, მე მაგალითად თუ ძალიან დამწყებია მოვარჯიში, აქამდე თუ არ ვარჯიში, ვაკეთებ შემდეგნაირად, რომ გასახურებელ სეტებსაც არ ვაკეთებინებ 10, 8, 5 ან 2, როგორც მე ვაკეთებ რა. ვაკეთებინებ ავყვები 10-10-ით ან 12-12-ით. ან იმ გამეორებებით, რა გამეორება ჭირდება სამუშაო სეტზე. რატო? იმიტომ რომ ის ამის სწავლობს კუნთოვანი ბოჭკოების სინქრონულად ერთდროულად ჩართვას. რაც შესაბამისად ეხმარება მომავალში უკეთესი ჩართულობას უკვე სამუშაო სეტზე და უფრო გრძელვადია მომავალში. ანუ მაგალითად მიჩნეულია რომ დამწყები მოვარჯიშე იყენებს თავისი შესაძლებლობების ბევრად ნაკლებს, მაგალითად 60-70% ვიდრე პრო მოვარჯიშე რა, ვიდრე აქტიური მოვარჯიშე, იმიტომ რომ აქტიური მოვარჯიშის შემთხვევაში უკვე გაწორთობელია მისი კუნთები და უკვე ის სინქრონულად ერთდროულად როგორ ჩაერთოს. შესაბამისად მას შეუძლია შესაბამისად უყურე ორი მაგალითად პირობითად ვამბობ რა, უტრირებული მაგალითია. ორი ერთნაირი ფიზიკური მონაცემების მქონე მოვარჯიშე რომ დავაყენოთ ერთნაირი კუნთური მასისა, რომელიც ერთმა ეხლახან დაიწყო ვარჯიში და მეორე უკვე რამოდენიმე წელია ვარჯიშობს, ის რამოდენიმე წელი რომელიც ვარჯიშობს, ბევრად მეტი წონის აწევას შეძლებს, ვინაიდან შეუძლია უკეთესად უფრო მეტად სინქრონში ჩართოს ეს კუნთოვანი ბოჭკოები, შესაბამისად უფრო მეტ წონას აწევს, ვიდრე ახალი დაწყებული მოვარჯიშე. კონი კარგად დავს. ეგ არის ზურგზე ორი ვარჯიში გავაკეთე ბულდაუნზე, ორი სამუშაო სეტი. კერძზე ორი სამუშაო სეტი, ახლა ზურგი მაქვს, როუ მაქვს, სადაც იდაყვების ზემოთ შემომაგდა სადაც შესაბამისად ტრაპეცია და რომბი არის ჩართული, სადაც ბეჭებს კარგად ვაყოლებ და აქაც ორი სამუშაო სეტი მჭირდება რა. აქ უკვე შეგვიძლია პირდაპირ ერთი გასახურებელი სეტი და მე უკვე მეორე სამუშაო სეტი გავაკეთეთ. ხო და გასახურებელი სეტი კიდე იმისთვის არის საჭირო, სხვა ვიდეოებში მიხსენებია რომ საჭირო არის იმ ტრენაჟორის შენზე მორგება. სამუშაო სეტზე რო დაიწყო ტრენაჟორის შენზე მორგება, იღლები ტყუილად. Streets whisper your name in the corner, got story of a shadow, got claim. You survive by burning, you live by mine, see my blood. City sheriff's talking like yeah. ვლავი ხმა იყო დაცემის. ხო. ეგ არის ეხლა სამუშაო სეზონზე შევდივარ უკვე, არ ვიცი რამდენი გამომივა, მეორედ ვაკეთებ ამ ვარჯიშს. ჩვეულებრივი მკერდის სამერია, მაგრამ ამ ჭიდით ვაკეთებ და ვნახოთ როგორ წავა. იდეაში ზედამ მკერდისთვის მინდა ეს ვარჯიში. შვენიერ კიდევს ვიზადებ. Born in the shadow of the highbrow blocks. Mama working double shifts, talking about shots. Daddy at my home like Saturday dots. No one counting pennies, got some cocks. Lessons in the cracks of
აქაც ვისვენებ ხოლმე მაგალითად, ეხლა ბიცეპს არ დარაწვება. რამდენიმე წამი. მაგრამ მაინც არ მიიღო. ცუდად ჩავამნანოთ. ფოკუს ვერ აღიდებს. ეგ არის რა, პოზიტივად დავასრულეთ. ვარჯიშიც დავასრულეთ, პრესები შეიძლება ვქნა, შეიძლება არა. ხიფზე მაქვს პრესი. Result. ხო, შიდა იმეებს არ ვაკეთებ ხოლმე. რო ვაკეთებდე ჯობია. სულ ეს იყო თხოვნა მექნება რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ, კომენტარსაც დაწერთ ხო უკეთესი, იმიტომ რომ და კითხვები თუ ექნებათ, აუცილებლად დაწერეთ, რომ ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ თუ მარტივად შემიძლია კომენტარებში, თუ არა და თუ სიღრმისეული თემა იქნება, რომელსაც განხილვად დაჭირდება, მით უმეტეს მადლიერი ვიქნები მსგავსი კომენტარისთვის, რომ მეცოდინება რაზე ვისაუბრო შემდეგი ვიდეოსთვის და კიდევ უფრო აქტიურად გადავიღებ ვიდეოებს. კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე.